მემკვიდრე, ლაშა გიორგი. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. პირველი შვილი, ძელაშა გიორგი, შემეძინა შემოდგომას, მეათე თვის 12-საა. ვიყავი სასახლესა. მემკვიდრის დაბადება აღინიშნა მხედრობის დიდი ლაშქრობითა. მორბევა შირვან არდებილისა. ჩუმად ვაცნობე მემკვიდრის მამასა, კაცი გიხმობს თქო. პასუხად, გელოდებითო. სასიხარულო მაქვს, მოვრჩი სამზადისსაო. მინდა საჩუქარი მოგართვაო. გაზაფხულს მოუთმენლად დაველოდები. მანამდე ვეცდები სხვა საჩუქარი გავამზადო. მაცნე სპირით ჩუმად შემოთვალა სახელი ლასი დავარქვათ ვითა მემკვიდრეს ლომისა, ფური და მემკვიდრეს კაცისაო, ხვადი. მეათე თვევითა თავი დასაბამი კაცის ერისა. 12 თვე თევზისა. ლასი ჰქვიაო. ჩვენ ვითა 2 თვეზი, წყალი გვექნება პირსაო. შენიშნა ავტორისა, ქარაგმალ, 100 რიცხვი, 112, 12 100. ხედრულით, 12 ლას. ძველი ქარაგმითას, 100 ცი. ერთად, დრო ლასისა. ხედრ. კაბალით, 33, 12, 1 20. დამცრობით, 6 3, 1 2. მიმდევრობით 312 და ცი 100. ქრონიკონით 1092, ცი იგივე 1192, თარიღი მეფე თამარის მემკვიდრისა. ლასი კაცისთვის შეუფერებელი მეჩვენა. ლაშა დავარქვი ვითა ძესა შოთას ფურისა, ლანდა ლომისათას შობილისა, შოთაა. მეორე სახელი მემკვიდრის პაპისა მეფე გიორგისა. მოთმინებით ველოდი. შემოდგომა გავიდა, ვერ მოახერხა მოსვლა მამამა. დიდი თოვლი მოსულა მთასა. ჩაკეტილა, მაცნეგვიან მისულა. ყინვები დაწყებულა. მერე დრო სამეფო საქმეთა მოგვარებისა. გვიან მოვიდა, პირველად იხილა მამამა კაცი საზომი დევისა. ადრე გაზაფხულსა ერთად ვეწვიეთ მამას, მისივე ციხესა. თურმე ღამე არ დაუძინია შოთასა დილამდე ეფერა პატარასა. ამაკე იყო, დევის მამა ვარო. მთელი ზაფხული დავრჩით ციხესა. ამდენი ხნის მერე პირველად ვიყავით ერთად. მეგონა, ყველაზე ბედნიერი დედა ვიყავი. შოთა მთელი ზაფხული დარჩა ციხესა. ჩუმად მითხრა, მზად ვარ დაპირებული საჩუქარი მივართვა მეფესაო. ვითხოვითა მეფემა და მისივე მემკვიდრემა ჩაიბაროსო. ვერ გავიგე, სიურპრიზიაო. უნდა გამომყვე მთასა, იქ უნდა ჩაიბაროო. წავედით წმინდა მთის ახლოს სოფელსა. თურმე მდინარე მოუხატია ხევსა. გამოუსახავს პოეტის ხელსა. დიდი ჩანჩქერი მდინარესა. მე ვითა დედოფალი თეთრი კაბითა, ლაშავითა ბოკვერი ვეფხვისა. თეთრი მტრედი მაცნევითა მომტანი ამბისა. თვითონ დგას მიფარებულსა. ცას ატყორცილი წყაროს სახლი მეფისა და ლომის ბოკვერისა. ვინ ნახავს ასეთ სილამაზესა? ავტირდი სიხარულითა. შოთა მეხუმრა, უნდა გადარჩე ვიდრე სხვა ჩანჩქერს მოუხატავო. თურმე სოსლანმა იეჭვიანა დაბადება მემკვიდრისა. მერე ჩუმად შემომითვალა გაგელმა, ჩემივე გაზრდილი ჭოჭმანობსო. ბრძოლას ძველებური შემართება აკლია. ხედრობამ სარდლებმა მოიწყინესო. თუ არ იღონე სარდალი არ ეყოლება სამეფოსა. გირჩევ გაუფრთხილდე. ბევრ გამარჯვებას მოგიტანსო. თურმე დაარწმუნეს მოშულნეთა, მალე მეფე გარგუნებს გიორგი რუსის ხვეთრსაო. ჩავარდი საგონებელსა.